მოგესალმებით. დღეს ორ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. პირველი გიორგი მგელაძემ და ცქრიალა შერმადინმა მოამზადეს. სოსო უშარაული 16 წლიდან ძიმედ კივილებს უძლებდა. აქ მას დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რის გამოც ბელგიაში სამკურნალოდ წავიდა. ევროპელი ექიმის მიერ გამოწერილი წამლებით მკურნალობა საქართველოში გააგრძელა, თუმცა სწორედ ამ მედიკამენტების გამო პოლიციამ დააპატიმრა. სოსო უშარაულს 16 წლიდან ძიმედ კივილები აწუხებს. საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს. საზღვარგარეთ დანიშნული მედიკამენტების გამო კი სამშობლოში დააპატიმრეს. ნარკომომხმარებელი თუ გაუსაძლისთ კივილებთან მებრძოლი პაციენტი. სოსო უშარაული თბილისში რევმატოლოგიის ცენტრში ხერხემლის მორიგ გამოკვლევაზე მიდის. 37 წლის სოსო უშარაულს 20 წელზე მეტია ეგრეთ წოდებული ბეხტერეების დაავადება აქვს. ექიმი ნინო აბრამია კიდევ ერთხელ უდასტურებს, რომ მისი დაავადება განვითარების მეოთხე, ბოლო სტადიაზეა. გავათეზოს შესაძლებლობაში ნაპრალი არ მოშენს. ეს არის საკროილეთი მეოთხე სტადია. გავათეზოს შესაძლებლობის ანთებითი პროცესი. მეოთხე სტადია. ჩვენ მას ახმეტის რაიონში ჩავაკითხეთ, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას ჯანმრთელობის პრობლემები 16 წლის ასაკიდან შეექმნა. ფეხბურთს რო ვითამაშებდი, ან რო ვირბენდი და დავჭდებოდი, დავისვენებდი, თავიდან რო ავდგებოდი, ერთი რამოდენიმე ნაბიჯის გადადგომა მიჭირდა და მე გამიმართებოდი ისე რა. აქედან დაიწყო და ნელა-ნელა მოიმატა ტკივილებმა. უფრო ხანგრძლივი გახდა, მე უკვე ესე იყო რომ გამაყუჩებელი მჭირდებოდა. სულ გაურკვევლობა იყო, სულ იმისი პროცესი მიდიოდა, რომ რა იყო, რა დაავადება იყო და ბოლოს დიაგნოზს სრულად მაინც ვერ სვავდნენ. მრავალი გამოკვლევის შემდეგ საბოლოო დიაგნოზი მოსკოვში დაუსვეს. იქამდე ვიყავი, სანამ მოსკოვში რომ მივიდიოდი, რომ თითქმის უკვე კალიასკამდე ვიყავი მისული. და იქ დამისვეს დიაგნოზი, რომ ეს იყო ბეხტერეების დაავადება. ბეხტერეების დაავადება არის ქრონიკული დაავადება, სახსრების დაავადება და ეს იწვევს სახსრების ჩაკეტვას მთლიანად, ანუ გაძვალებას. სახსრები აღარ ფუნქციონირებს და ძვალდება. ხერხემალი ხდება როგორც ბამბუკის ჯოხი. მთლიანად იყინება რა, აი როგორც მთლიანად გაიყინოს და გადახრა გადმოხრის საშუალება არ აქვს. მერე მიჰყვება დანარჩენ სახსრებსაც. სოსო უშარაულს მოგვიანებით უფრო ძლიერი ტკივილები დაიწყო და ახლობლების რჩევით ბელგიაში წავიდა. იქ ჩასულს გამოკვლევები ჩაუტარეს და ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ტრამადოლი და ზალდიარი დაუნიშნეს. ორგანიზმისთვის ბევრად უკეთესი იყო, რომ ამათ დანიშნულებაზე გადავსულიყავი და მიიღეს ბოლოს გადაწყვეტილება, რომ всё უნდა დავრჩენილიყავი ამ კურნალობაზე. ერთი წლის შემდეგ ის საქართველოში გამოუშვეს, უთხრეს, რომ კურნალობის კურსს საქართველოში დაუფინანსებდნენ. ეს არის ტრენაჟორი, რომელიც ბელგიელებმა დამაფინანსეს და იმით ვიყიდეთ თბილისში ტრენაჟორების სახლში, რომ მე ვარჯიშა და უკეთეს ფორმაში ყოფილიყავი ფიზიკურად. როცა იმ წამლებს ვიღებდი, ყოველდღე ვახერხებდი, რომ მე ვარჯიშო. ეხლა უკვე ვეღარ ვახერხებ ყოველდღე. ის საქართველოში კვლავ აგრძელებდა ბელგიელი ექიმების მიერ დანიშნული წამლების, ზალდიარის და ტრამადოლ რეტარდის მიღებას, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეექმნა. ერთ დღესაც სოსო უშარაული ახმეტის ცენტრში დააპატიმრეს. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ის თელავის რაიონის სამხარეო კრიმინალურმა სამსახურმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ახმეტის ცენტრში პოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. და მიძახეს გამოვედი, იყო 4 ადამიანი ან 5. მითხრეს, რომ ჩხრეკაზე იყვნენ მოსულები, რადგანაც დააკავეს ჩემი მეუღლე, იმიტომ რომ თან ჰქონდა ნარკოტიკები. მე ძალიან დავიბენი. მე მივხვდი, რომ წამლებზე იყო ლაპარაკი. კი, მეთქი შემობრძანდით. მე ვთხარი, რომ მაგ წამლებს თვითონ იღებდა, ქონდა ექიმის დანიშნული ბელგიის, დანიშნულებაც მაქვს მეთქი. გვაქვს სახში მეთქი. გაჩხრიკეს, აიღეს ის წამლები და წავიდნენ. მე არ ვიცოდი ჯერ ერთი ეს თუ ნარკოტიკის შემცვლელი წამლები იყო, ეს იყო ექიმის დანიშნულება და ჩემთვის წამალი იყო, არც მაინტერესებდა ან რა მნიშვნელობა ჰქონდა, რას შეიცავდა ის, ხო? ფარმაცევტი ხო არა ვარ მე, ხო? მე ვარ ავადმყოფი ადამიანი, მინიშნავს ექიმი, ვსვავ წამალს. სოსო უშარაულს
ბრალი 260 მუხლის პირველი ნაწილით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის მუხლით წაუყენეს. დაკავებულის და მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციელებმა ჯამში 699 აბი ტრამადოლი და ზალდიარი ამოიღეს. თვეში მას 62 აბი ტრამადოლი და 124 აბი ზალდიარი ესაჭიროება. 3 დღე მან წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. სოსო უშარაულს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი იცავდა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მედიკამენტები შეიცავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, წაუყენეს ბრალი უკანონო შეძენა შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთეთ ის სამართლის საქმეში. ჩვენ შევეცადეთ, რომ რაც შეიძლებოდა დადებითი შედეგი დაგვეყენებინა აღნიშნულ საქმეზე. ამათ ეგონათ, რომ ვიღაც ნარკობარონი დააკავეს რა, ფაქტურად ეგეთი გახარებულები იყვნენ, რომ აი დიდი საქმე გახსნის ძალიან. მე ვეუბნებოდი, რომ არ არის მასე. ანუ ამათ ვერ ვაჯერებდი იმას, რომ ეს მართლა მჭირდებოდა. დაკავებული სოსო უშარაულის მიმართ გამოძიება დაიწყო. პარალელურად ის ადმინისტრაციულ სასამართლოში წარადგინეს, რადგანაც სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობა დაუდგინდა და ნარკოტიკების მოხმარებისთვის 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრება მოითხოვეს. მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა სოსო უშარაული არ დააჯარიმა, რადგან ის ტრამადოლს ექიმის რეცეპტის საფუძველზე იღებდა. ადმინისტრაციულ სასამართლომ შეისწავლა რა აღნიშნული საქმე, ჩანს რომ 500 ლარით არ დააჯარიმა და არ დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ის, რომ იგი ექიმის დანიშნულებით და სწორედ რომ ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას. მაგრამ ამის საპირისპირო გააკეთა პროკურატურამ. მიუხედავად ადმინისტრაციული სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისა, პროკურატურამ საქმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცა, რაც მისთვის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ადვოკატმა სასამართლოში ბელგიელი ექიმის დანიშნულებები წარადგინა. სასამართლოს წარუდგინეთ ჩვენს ხელს არსებული მტკიცებულები, რაც გაგვაჩნდა. ვათარგმნით ბელგიის ოჯახის ექიმმა, რომ გადმოგვიგზავნა, რომ ნამდვილად ჩემი გაწერილი არისო ეს რეცეპტი, ეს დანიშნულებაო და ნამდვილად ესაჭიროებაო ეს წამალი სოსოს. ასევე წარვადგინეთ უნიმედიკახეთის ექიმის მიერ წარდგენილი ცნობა, რომ ანუ რეკომენდირებული არისო, რომ ეს ტრამადოლი დაინიშნოსო, თუმცა საქართველოში რეგისტრირებული არ არისო. მოტივი ყველა მიცოდა, რომ რისი გულშიც მჭირდებოდა ეს წამალი ყველასთვის ნათელი გახდა მოსამართლისთვისაც, პროკურორისთვისაც და სულ ყველასთვის აბსოლუტურად. იქ წერია გარკვევით, რომ ამ წამლების შეწყვეტის შემთხვევაში გაუარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად და შესაძლებელია სხვა ორგანოების ჩათრებაც. მაგრამ საპროცესო გარიგება შემოთავაზეს, თუ არ დავთანხმდებოდი, ჩემი მხრიდან კანონი იყო დარღვეული და დამიჭერდნენ. მე შევთავაზე ჩემი მხრიდან, რომ დავთანხმდებოდი იმ შემთხვევაში, თუ გაითვალისწინებდნენ ჩემ ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ჩამომართმევდნენ პრավას. სოსო უშარაული საპროცესო გარიგებას დათანხმდა. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა სოსო უშარაულის მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ იმის გათვალისწინებდა ძალიან ბევრს ვეცადეთ, ჩვენ ვერ დავეხმარეთ ვერანაირად სოსოს. ძიმე მდგომარეობის გამო თავისუფლების საკვეთის დაწესებულებაში მოთავსება იქნებოდა სავალალო შედეგის მომტანი. იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა იქ რომ გაეტარებინა თუნდაც მინიმუმ 6 თვე რომ მიეცა მოსამართლეს. ამიტომ ჩვენ არ წავედით რისკზე და იძულებული გავხდით რომ პროკურატურას დავთანხმებოდით და გაგვეფორმებინა საპროცესო შეთანხმება. იურისტი გაგი მოსიაშვილი, რომელსაც სოსო უშარაულის საქმის შესწავლა ვთხოვეთ, ამბობს, რომ როდესაც ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება არსებობს, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების მიღება არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. კანონმდებლობა არ განმარტავს, რომ მაინც ქართველი მედიკოსების მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა უნდა იყოს მიღებული ქართული სამართალწარმოებისათვის. შესაბამისად, როდესაც უკვე არსებობს ექიმის მიერ გაცემული რეცეპტი, ეს უკვე ითვლება, რომ ის უკანონო აღარ არის. თავად გამოძიებას უნდა შეეწყვეტა საქმე, ვინაიდან უკანონობის ფაქტი ნარკოტიკული საშუალების შეძენის თუ მოხმარების ფაქტთან დაკავშირებით აღარ არსებობდა. მთავარი პროკურატურა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ტრამადოლის და ზალდიარის აბები საქართველოში არ იყიდება. ამ წამლების შეძენა დღეს მისთვის ისევ პრობლემაა.
მისი შემოტანის უფლება მხოლოდ რამდენიმე აფთიაქს აქვს. უშარაულმა ერთ-ერთ აფთიაქს მიმართა, თუმცა ბიუროკრატიულ პრობლემებს წააწყდა. მითხრეს, რომ ამისთვის უნდა მიმართა სპეციალურ აფთიაქებისთვის დაურეკე, დაველაპარაკე აფთიაქებს, აფთიაქებმა მითხრეს, რომ ვერ შემოიტანდნენ მოკლედ რა. უშარაულის პრობლემებზე ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. გვითხრეს, რომ ამ მედიკამენტების შემოტანა შესაძლებელია, თუმცა დროში იწელება. პროცედურები ხანგრძლივია, უცებ პაციენტი ამ წამალს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ არის საერთაშორისო კანონმდებლობა, ხელშეკრულება უნდა გააფორმოს ამათ იურიდიულმა პირმა მომწოდებელთმა და სწორედ 16 კვირის 12-დან 16 კვირამდე დრო მაინც ჭირდება. აფთიაქებში გვითხრეს, რომ მედიკამენტებს შემოიტანდნენ, თუმცა ყველა ხარჯი ტრანსპორტირების და განბაჟების ჩათვლით პაციენტმა უნდა გადაიხადოს. სოსო უშარაულის პრობლემები საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული 5000 ლარიანი ჯარიმით, 3 წლიანი პირობითი სასჯელით, მართვის მოწმობის ჩამორთმევით და სხვა შეზღუდვებით არ დასრულებულა. მას დღესაც გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ძალიან ხშირად უწევდა თბილისში წასვლა ექიმებთან. იყო მომენტები, რომ ერთ დღეს ვერ აგვარებდა, 5-გან უნდა მისულიყო ყველგან ტრანსპორტი, ეს ფეხით სიარული და მანქანით ამისთვის იყო მარტივი. როცა შეეძლო, დაჯდებოდა და წავიდოდა თვითონ. ეხლა კიდე ხანვის ეხვეწება, ხანვის. უბრალოდ ნასამართლებია ეხლა და რისი გულისთვის. სოსო უშარაულმა 2 კვირა არაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა. ის პირობითი სასჯელის მოხსნას ითხოვს. რაც საშუალებას მისცემს მართვის მოწმობა აღიდგინოს. დღეს სოსო უშარაული პრეზიდენტის შეწყალების მოლოდინშია.